ისეთი სამწუხაროა, ხო, რაღაცა სახელმწიფოს და ეროვნულ დონეზე რა, ხო, რაღაცნაირად ან რო ავიღოთ ეგრეთ წოდებული ინტელექტუალი. მაგალითად ზაზა შათირიშვილი. რომელზეც მე მიჭის ლაპარაკი, იმიტომ რომ ადამიანს რო ვიცნობ და რაღაც დამილაპარაკია და რაღაცა მე მის გაკრიტიკება ძალიან მიჭირს ხოლმე. იმიტომ რომ რა ვიცი, ესე გავიზარდე მე რომ რაღაც ცოტა უნდა მოერიდო. ხო, ამას ბევრჯერ დაუყუპი ვარ, მაგრამ არა უშ. ალბათ რაღაც საზღვარი. მაგრამ საზღვარი ხო აქვს ყველაფერს, ანუ იმ დღეს წერილი გამოაქვეყნა ბატონმა ზაზა შათირიშვილმა გერმანიის შესახებ. ну გერმანია შემიძლია ერთი რამე რაც შემიძლია ხმამ ახლა თქვა მიკროფონში არის ის რომ ალბათ საქართველოში იმ 10 კაცს შორის ერთ-ერთი მეც ვარ ვინც იცის იქ რა ხდება. იმიტომ რომ რა ვიცი ბოლო 20 წელია ინტენსიური ისამაკ თვალყურს მაინც ვადევნებ რა ხდება იქ. კაცი გამოვიდა და ღიად სიყვარული აუხსნა პოლიტიკურ პარტია AfD. ალტერნატივა გერმანიისთვის. გამოაცხადა ეს ყველაზე დემოკრატიულ ძალად, რომელსაც სურს, რომ გერმანია იხსნას. და ამას აკეთებს, რომ ეს არის პარტია პირდაპირ მნიშვნელობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ულტრამემარჯვენე, ექსტრემისტული პოლიტიკური პარტია. ძალადობრივ ჯგუფებთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტია. პარტია, რომელიც ამბობს, რომ თუ მიგრანტმა ბავშვებმა გადმოლახეს საზღვარი, მისი ერთ-ერთი წევრი ამბობს, გადმოლახეს საზღვარი, მათ თუ პოლიცია ესვრის, არაუშავს. შეიძლება ეს. ეს არის პარტია, რომელიც ამბობს, რომ ჰოლოკოსტი ეს იყო რაღაცა ესეთი გერმანიის 1000 წლოვან ისტორიაში ერთ-ერთი ძალიან პატარა მოვლენა. ეს არის პარტია, რომელიც პირდაპირ ცდილობს, რომ შეცვალოს მეხსიერების პოლიტიკა და გაამართლოს ნაციზმი. ან ყოველ შემთხვევაში, აი ეს რელატივიზაციას რასაც ეძახიან, რომ რა უჭირს, რომ ნაციზმი იყო. რა უჭირს თუ ჩვენ ანტისემიტები ვიყავით, ნამდვილი ანტისემიტიზმი, ხა ჩვენ რო გვაბრალებენ პალესტინის მხარდაჭერისთვის ანტისემიტიზმი, ისეთი კი არა, აი ნამდვილი ანტისემიტიზმი რა უჭირს, რო იყო ევროპაში. ეს არის პარტია, რომელიც პირდაპირ თანამშრომლობს ბანდებთან, რომლებიც დადიან ქუჩაში და უნაყავენ ცხვირპირს ადამიანებს. ეს არის პარტია, რომელიც ამბობს, რომ SS-ის ფორმის ქვეშ ვინც მოქმედებდა, იქიდან ზოგიერთი ძალიან კარგი ადამიანიც იყო. რა უჭირს? ეს არის პარტია, რომელიც, რა ვიცი, ნაცისტური ლოზუნგებით გამოდის მიტინგებზე. Alles für Deutschland. და ასე შემდეგ, SS ლოზუნგი იყო ეს. და ამისთვის სასამართლო პროცესებია დაწყებული. ეს არის პარტია, რომელსაც ამ ძალადობრივი ქმედებების გამო თვითონ უშიშროების სამსახური აკვირდება. მგონი კანონის ხომ იყო. ხო, კანონია მანამდეც იყო, როგორც ექსტრემისტულ ჯგუფს რომ რამე არ დააშაოს, ღიად განაცხადა საკონსტიტუციო უსაფრთხოების სამსახურმა რომ აკვირდებიან. ანუ მე იმას კი არ ვამბობ, რომ ვიღაცა შეიძლება იყოს ანტისაიმიგრაციო პოლიტიკის მომხრე, ვიღაცა შეიძლება იყოს კონსერვატორი, ვიღაცა შეიძლება იყოს მემარჯვენე, მაგრამ ეს არის ძალადობასთან, ნაციზმის გამართლებასთან წილნაყარი პოლიტიკური პარტია, რომელიც ჩამოდის აფხაზეთში და აკვირდება ხოლმე არჩევნებს. და ამ პარტიას აპოლოგიას უძღვნის ულტრაინტელექტუალი ბატონი ზაზა შათირიშვილი. თან იქვე განიხილავს, რომ აი გერმანიის ეკონომიკა საშინელ დღეშია. ჯერ რა იცის გერმანიის ეკონომიკა ზაზა შათირიშვილმა. აი საიდან იცის, ხო, ამას სპეციფიკური ცოდნა ჭირდება. ან თუ რეცესიაშია, იმ რეცესიის მიზეზები ხო უნდა ახსნა. მარტო ის არის რეცესია, რომ ავღანელები და სირიელები შემოუშვეს და ამიტომაც უდღეში თუ იქნებ დააკლდა სათბობ ენერგეტიკული რესურსები. იქნებ გარემოს დაცვას რო აქცევს ყურადღებას ზოგიერთი საშინელი ქვეყნისგან განსხვავებით, ამიტომ აქ ცოტა ეს ეკონომიკურ ზრდაზე პრობლემები. ზაზა შათირიშვილი აუცილებლად ახსნიდა მაგას. ხო, აი საიდან უნდა ახსნა ეს ან თუ დილეტანტურად ლაპარაკობს, ჩავიდეს გერმანიაში და როგორ ცხოვრობს ერთი რიგითი გერმანიის მოქალაქე დააკვირდეს რა და დააკვირდეს საქართველოში. ხო, რაღაც გულწრფელობასთან. ამას აკეთებს ადამიანი საქართველოდან ამბობს, რომ გერმანიის ეკონომიკა რეცესიაშიაო
იმ ქვეყნიდან აკეთებს ამ განცხადებას, სადაც ეკონომიკა დგას სპეკულაციურ დარგებზე, ნარკოტიკებზე, პროსტიტუციაზე, კაზინოებზე, ტოტალიზატორზე, კოლ-ცენტრზე და ყველაფერი საზიზღრობა რაღაცებობს დედამიწის ზურგზე, იმაზე დაფუძნებული ეკონომიკა გაქვს, ჩაგვრაზე და გაუბედურებაზე, ერთი სახელმწიფოს ავატყოფო არა გაქვს ქვეყანაში, ერთი ნორმალური სადაზღვევ კომპანია არა გაქვს, ერთ ჭიქას ვერ აწარმოებ და ამ ქვეყნიდან დაცინი გერმანიას. და ამით აბოლებ ადამიანებს და ამის გამო აი ამ ტყუილის, პროპაგანდის, სიცრუის გავცელების გამო საკუთარ ავტორიტეტს აგდებ იმაზე სასწორზე და ხას უსვამ იმას რა წიგნიც დაგიწერია, ერთი წიგნი აქვს მგონი დაწერილი, საინტერესო, კარგი, ხო, იმასაც წყალში აგდებ და ცეცხლში უკეთებ. ხო, ეს ხო არ შეიძლება. თან ყველაზე დიდი უბედურება ის არის და ესეც ქართული ოცნების პროდუქტია, რომ პასუხს ვერ გაცემ. აი მე მზად ვარ მაგალითად ზაზა შათირიშვილთან ერთად ახლა ფილოსოფიაზე და კათოლიციზმის იმაზე რა ქვია, საფუძვლებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ის წერილი რაც დაწერა, ნებისმიერ ადგილას შემიძლია გაურჩიო. რა ტყუილები, რა манипуляციები იყო იქ ჩადებული. მაგრამ აი ეს სივრცე ამ ქვეყანაში აღარ არსებობს. დააბრეხვებს თავისი პროპაგანდისტული მედიიდან სურათით, 100 წლის წინანდელი სურათით, სადაც კარგად გამოიყურება ტექსტით და ვერც ეპასუხები. დისკუსიაშიც არ შემოდის. არიან მონოლოგურ რეჟიმში გადასულები და მისი რა ქვია, ზომბირების რეჟიმში, რომ მე წაგიკითხავ მონოლოგს და შენ მიიღეს და სამწუხაროდ და საუბედუროდ ბევრი ჩვენი თანამოქალაქე მოკლებულია ამ განსხვავებული აზრის მიღების შესაძლებლობას და ეს აძლევს მათ კარტ ბლანშს. ხო, და რაღაცა ინტელექტუალურობის მანტიის ქვეშ შეიმოსა